მოდი ახლა ავიღოთ ჩვენ Paint-ი, ზოგადად როგორც ხდება ხოლმე შემუშავება, იმის რა ქვია, ვებგვერდის შემუშავება, როგორც ხდება ხოლმე, ფანქრით ძირითადად არის რაღაცას რო ვებგვერდს რო შეიმუშავებ, რომ ესეთი ვებგვერდი მინდა ვთქვა ტურისტული, სამშენებლოს, პირადული და ასე შემდეგ, ხო? ჯერ დაიხაზოს აი ეს მოხდება ესეთნაირად დახაზვა, აი მაგალითად მოდი ესე ვნახოთ. აი ესე, ახლა მე ძალიან უხეშად გავაკეთებ, აი ესეთნაირად ჩვენი ვებგვერდი და მაგალითად აი ეს ვებგვერდის სათაური, ხო, სადაც აი ჩავწერთ heads, რომ მაგალითად ეს არის ვებგვერდი სამშენებლო, ტურისტული და ასე შემდეგ. შემდეგ აი ამ მისი მენიუ მინდა მაგალითად, ხო? და შემდეგ აი აქ იქნება მაგალითად საინფორმაციო ველი და ბოლოში იქნება ფუთერი. ფუთერი ნიშნავს, რომ აი აქ დაწერილია სადაც მაგალითად ვინ გააკეთა ეს ვებგვერდი, რომელ წელს გააკეთა, ზოგჯერ შეიძლება ფუთერში მენიუც იყოს და ასე შემდეგ, ბევრნაირი ვარიანტია. ეხლა ეს მაგალითად ჰედერი, სადაც მე უნდა განვათავსო ჩემი ვებგვერდის სახელი და ასე შემდეგ, ხო, აქ შეიძლება მქონდეს კიდევ ესეთი თანხმად დაყოფილი, მაგალითად აქ ლოგო მინდა იყოს. ლოგო. აი აქ მაგალითად მინდა იყოს კიდე აი აქეთ მხარეს მინდა იყოს მაგალითად სოციალური ვებგვერდების ღილაკები, აი Facebook-ის რაღაცები რო დავაჭირო, გადავიდე. ზოგჯერ ტელეფონის ნომერიც არის ხოლმე მითითებული და აი აქ მაგალითად იყოს კიდე დასახელება, ხო, name, სახელი, რომ აი ვებგვერდის სახელი, რის ვებგვერდიც არის, ხო, აი ეს. აქ ეს name ეს სახელი. აქ მენიუ იყოს მაგალითად განლაგებული მენიუ. აქ ინფორმაციის ველია ეს მთლიანად და შეიძლება აქ იყოს ესეთნაირად კიდე მაგალითად დაყოფილი, რომ აი ეს იყოს left menu, სადაც აქაც რაღაც მენიუ არის განთავსებული სიტყვაზე რაღაც ეგეთი, ხო? და ნუ აი ესეთი სტანდარტული ვებგვერდი ახლა როგორ შევიმუშაოთ ჩვენ. პირველი ის რომ ნახეთ რამდენი დივი გვინდა. ერთი დივი, აი ეს, მეორე დივი, აი ეს მენიუ, მესამე დივი, აი ეს საინფორმაციო და მეოთხე დივი, აი ეს ფუთერი. ესე იგი ჯერ მინდა 4 დივი. ესე იგი ვიწყებ ესეთნაირად. მოდი გავხსნათ ახალი. შევინახოთ აი ეს Ctrl+S-ი. დესკტოპზე ვნახოთ ჩვენი აი ეს და დავარქვათ აი აქ მაგალითად index.html. და save. ესე იგი ამას თუ აქვს HTML და ნახეთ tabs რო დავარტყავ, თვითონ ჩაწერს. ან ერთწამით enter-ს დავარტყავ. არის ეგეთი რაღაცა. მოდი tabs დავარტყავ და თვითონ დაწერა HTML. ერთწამით. ან მოდი ესე დავიწყოთ. HTML. დავხურე და თვითონ დახურა. შემდეგ მოდის body tag-ი. და შემდეგ მოდით ის დივები, რაც მინდა. HTML-სა და body tag-ს შორის მე ადრე გითხარით რომ არსებობს header tag-ი, მერე title tag-ი და ამას ვნახავთ. Body tag-ის შემდეგ ჩვენ გვინდა უკვე 4 დივი. ესე იგი, დივი, მოდი ბარემ სახელი დავარქვათ. ID header დივი, ანუ პირველი დივი. ანუ კარგად რო გავერკვეთ მაინც, ნახოთ რომ აი ამ დივზე მაქვს საუბარი მე. აი ამ პირველ დივზე მაქვს საუბარი, ეს არის header დივი, აი აქ ეს. მერე menus დივი გვინდა მეორე, მესამე content-ი დავარქვათ, infos დივის content-ი, საინფორმაციო და მეოთხე footer-ი. ამიტომ ესე იგი მე მინდა აი ეს დივი მოდი მე დავაკოპირებ, მაგრამ შენ შეეცადე რომ ხელით წერო ყველაფერი რა. menus დივი, content-ის დივი და footer-ის დივი. აი ახლა ორჯერ წკაპით მე მოვნიშნავ ამას და დავარქვე menu, შემდეგ აი აქ content-ი და აი აქ footer-ი. Ctrl+S-ით გადავიდეთ, ახლა Ctrl+S-ით დავასეივე. გადავედი მე ხა დესკტოპზე და გავხსნათ ერთი წამი გავხსნათ ჩვენი პაპკა. ერთი წამით. აი ერთთან შორს წავედი.
ესეც ჩავკეცოთ და ვნახოთ ჩვენი პაპკა, რომელში შევინახეთ. მე მგონი არის შევინახეთ აი აქ. აი ეგ ინდექსი. ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს, ბუნებრივია. რატო არ ჩანს? იმიტომ რომ მე აქ სტილებში არ გამიწერია. და ამიტომ მე ახლა აი აქ სტილებს აღარ გავწერ. აი აქ რო წერდით აი style ტეგი და აი აქ წერდით სტილებს, ხო? აი აქ. აქ აღარ გავწერ მე. ახლა მაგისთვის ცალკე ფურცელს გადავიდ new file. ამას შევინახავ უკვე control s-ით. ამას შევინახავ თუ იმ გვერდს ვინახავდი ინდექსი წერტილი html-ით. ამას შევინახავ წერტილი css-ით. სახელს რასაც მინდა იმას დავარქვი, მაგრამ ბარემ დავარქვათ style, ანუ სტილები. წერტილი css-ი აუცილებელია. ამას თუ ვინახავდით პირველ გვერდს წერტილი html-ით, ეს აუცილებელია სტილების გვერდი შევინახოთ წერტილი css-ით და save. ეხლა ნახე რა ხდება აი აქ. მე ეს ორი გვერდი, ეხლა ნახეთ აი აქ უნდა გავწერო სტილები. აი მაგალითად ეხლა მე ხომ აქ სახელი id, ესა სახელი head body-ში, head. მოდი გავუწეროთ ამ head-ს რომ იყოს მაგალითად border, ანუ ჩარჩო, თქვათ რაღაც 1 პიქსელი, solid და მოდი ნაცრისფერი ავიღოთ, ანუ diez და 3c არის ნაცრისფერი, ან 6c არის ნაცრისფერი. სიმაღლე height, მოდი გავწეროთ, იყოს მაგალითად 70 პიქსელი. აი ეს 70 პიქსელი. Ctrl S-ი და აი აქ გადავიდეთ ახლა ჩვენ ბრაუზერში და ვნახოთ, დავარეფრეშოთ. არაფერიც არ არის, აი რეფრეშ. არაფერიც რატო? იმიტომ რომ ესა ამ ორმა გვერდმა არ იცის ერთმანეთი, ნახე, კავშირი არ აქვს ამ ორ გვერდს ერთმანეთთან. ეხლა როგორ დავაკავშიროთ ეს ორი გვერდი ერთმანეთთან? აქ არის ესეთი რაღაცა. ესე იგი ავიღოთ head ესეთი ტეგია, მოდი კავშირი გავაკეთოთ პირდაპირ. ესეთი რაღაცაა link rel style sheet ტიპი text წერტილი დაახლილი ხაზი css და href. ანუ href-ი არის, ანუ ესე იგი მე ახლა href-ი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ გეტყვი რაცა ესე ლინკზე გადასვლა. href სად გადავიდეს ახლა? სად გადავიდეს და style წერტილი css-ზე, აი style წერტილი css-ზე. ანუ ამით მე ვეუბნები რომ შენ დაუკავშირდი აი ამ სტილის გვერდს, რომელიც არის აი style css. აი ეს ამას დაუკავშირდიო ვეუბნებით აი ამ გვერდს. ანუ აი ამ html გვერდს, სადაც მე დივები მაქვს აღებული, უნდა დაუკავშირდეს ეს გვერდი ცალკე აი ამ სტილების გვერდს, იმიტომ რომ აი ამ სტილებს მე აქ აღარ ვწერ უკვე ამ ერთ გვერდზე, იმიტომ რომ ცალკე ვწერ სტილებს. და ვეუბნები რომ ესე იგი ამ html-ის გვერდს რომ შენ დაუკავშირდი აი ამ სტილების გვერდს. რომ აი აქ მე მაქვს სტილები აღწერილი, რომ ეს დივები გამოჩნდეს მე აი აქ. ნახოთ ახლა გადავიდეთ. სად არის ეს გვერდი? დავარეფრეშოთ ახლა და ახლა უნდა მივიღოთ აი აქ. აი, ნახე? მოდი ნაცრისფერი მაინდა-მაინც არ ჩანს და აი აქ მივცეთ შავი ფერი. მოდი იყოს 6-0 ეს არის შავი ფერი. diez და 6-0. აი ეს. კი, ფერები ეგრე არის, ესე იგი 6F-ი თეთრია, 6-0 შავია, 6C ნაცრისფერია, მერე ნულებისა და F-ების კომბინაცია წითელ ფერს იძლევა და ასე შემდეგ რა, მე ამას მივაქვს, ნახავთ. შავი ფერი, ესე იგი გადავედით, ნახოთ აი აქ. აი, დავარეფრეშოთ და ვნახოთ. აი, მივიღეთ, ესე იგი, ჩვენ მივიღეთ, ესე იგი, აი ამ პირველი დივის სიმაღლე, რომელსაც ვუთხარით, რომ პირველი დივის, ასე ვთქვათ, პარამეტრები, რომელიც არის ესეთი, რომ აქვს აი ეს ბორდერი, აი ეს სიმაღლე. მოდი სიმაღლე რაღაც პატარა მეჩვენება და 100 პიქსელამდე გავზარდოთ. და მივიღებთ აი ამ ერთი დივის, ასე ვთქვათ, აი ეს.
ეხლა მოდი მეორე divი გავწეროთ. მეორე divი ეს არის menu, აი menu. და ჩვეულებრივ გაწერა აი აქ რომ ID menu. Borderi იგივე ქონეს, border 1 პიქსელი solid და ესა შავი იყოს და სიმაღლე height კონდეს 50 სრულიად საკმარისია პიქსელი. Ctrl S შევინახე ეს, გადავიდეთ აი აქ და დავარეფრეშოთ, ნახოთ აი ეს menus divი აი აქ. აი ეს. ეხლა გვინდა ამის content-ის, ანუ აი ამ საინფორმაციო ველის IS, სადაც ინფორმაცია განთავსდება IS divis გვინდა და პლუს footer-ი. აქედან გამომდინარე, ესე იგი ორი divი გვინდა ჩვენ. მაშინ გადავიდეთ აი აქ. და მოდი ეს დავაკოპიროთ, მოკლედ ბევრი რო ავწეროთ, მაგრამ შეეცადეთ რომ შენ ყველაფერი ხელით წერო. ამას ესე იგი content ბორდერი იგივე იყოს, სიმაღლე ქონეს უბრალოდ სადღაც 350 და ერთი გვინდა კიდე footer-ის შევუცვალოთ სახელი footer ბორდერი იგივე ქონეს, ოღონდ სიმაღლე ქონდეს მაგალითად 150 სიტყვაზე, აი ეს. Ctrl S-ით დავასეივა ეს მე. გადავედი აი აქ და ყველა divis visuals მივიღებ. აი ეს, აი მივიღებ. ეს content-საც ინფორმაცია უნდა გავრცელდეს და ეს footer-ი. მე საინფორმაციო მოდი ცოტა გავზარდოთ. 350-ის ნაცვლად მოდი მივცეთ აი აქ. 450 და მე ამ ინფორმაციის მიხედვით უნდა გაიწელოს, ამიტომ ესე სიმაღლეს პირობითად ვაძლევ ახლა მე. და დავარეფრეშოთ, აი გაიზარდა აი ეს. ეხლა ნახეთ, მოდი ეს ცოტა მეპატარავება პრინციპში, მაგრამ მოდი ჯერჯერობით იყოს აი ესე და მე უფრო გავადიდებთ. ეხლა მე მინდა ნახეთ header-ში, მე მაქვს კიდე ნახეთ რამდენი divი, ანუ ეს header-ი ხომ აქვს, ეხლა აი აქვს მე ესე მთლიანად. header-ში ახლა მე მინდა რომ აი აქეთ ამ მხარეს, როგორც აი ნახაზიდან ჩანს, მინდა კიდე იყოს ერთი divი, სადაც ლოგოს ჩავსვამ. აქეთ მინდა იყოს სოციალური ღილაკების, Facebook-ის და რაღაცების ღილაკები და აი აქ დასახელება. ესე იგი, აი ამ divში ეს უნდა დავყო მე header-ის ნაწილი 3-ად. ერთი აქ, სადაც ლოგოს ჩავსვამ, მეორე სახელი იქნება ეგ შუაში და მესამე აქეთ იქნება მარჯვენა მხარეს, აი ეს Facebook-ის და რაღაცების ღილაკები. აქედან გამომდინარე, მე აქ მინდა 3 divი ჩავსვა, 3-ად რო გავყო, 3 divი უნდა ჩავსვა. აი ნახე როგორ გავაკეთებ ამას, მე გადავალ ახლა HTML ფაილში, HTML ფაილში, head-ში, enter-ს დავარტყავ და აი აქ მინდა 3 divი. ესე იგი, ერთი divი, რომელსაც ბარემ სახელსაც დავარქმევ, ეს იქნება logo ID, საბოდიში ID logo სახელს დავარქმევ. მეორე ამისთანა divი იქნება divი, რომლის ასე ვთქვათ ID იქნება, მოდი name-ი დავარქვათ, name-ი რახან ამ divში ვწერთ თვითონ საიტის სახელს, რა სახელი იქნება, მაგალითად სამშენებლო კომპანია იქნება, ტურისტული კომპანია თუ რაც იქნება და მესამე აი აქ divი, მოდი დავარქვათ ID, რახან სოციალური ქსელის ღილაკებს იმავშვებით დავარქვათ ID, მაგალითად სოციალური. რაც სახელში არ ხარ შეზღუდული, რაც გინდა ეს დაარქვი. Ctrl S-ით და აი აქ ეხლა ნახე მე სტანდარტულად ნახავ და აქ არაფერიც არ იქნება. divები კი შევქმნით, მაგრამ თუ ჩვენ გადავალთ აი აქ და დავარეფრეშებთ და ნახავთ, არაფერი არ იქნება. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ეს არ გავგვიწერია, ჩვენ სტილებში logo name-ი და ესე იგი. მოდი აქ გავწეროთ ახლა head-ს ეკუთვნის და head-ის ქვეშ გავწეროთ. ესე იგი ID logo ხო? logo, ეგეთი divი ხო გვაქვს? ანუ მე საუბარი მაქვს აი ამ divზე, აი ამ divზე რო გამოჩნდეს. მოდი ბორდერი ჩარჩო სტანდარტულად ქონეს ერთი და იგივე რო არა ვაჭრელოთ. ესე იგი 1 პიქსელი solid და შავი ფერი იყოს, აი ეს შავი ფერი. უბრალოდ სიმაღლე იგივე ქონეს.
height-ი თავისთავად სიმაღლე იგივე ექნება 100 პიქსელი. ოღონდ სიგანე ექნება, ანუ მე რო ახლა ეს სხვა ფერად იმოქნა, მოდი ნახე, აი სხვა ფერად გარდავქმნი ახლა ამას, რომ კარგად დავინახოთ, აი აქ და წითელი ფერი ავიღოთ აი ეს. ნახე, Ctrl+S-ი. აი დავინახავთ, რომ მთლიან სიგრძეზე იქნება, აი წითელი ფერი, ნახე სად მისდევს, აი აქ მთლიან სიგრძეზე იქნება. მე მინდა სადღაც აი აქამდე იყოს. ანუ აი ამას ახლა მე რო შევუცვალო, მოდი პიქსელსაც შევუცვლი სისქეს, რომ კარგად დავინახოთ, რაზეა საუბარი, აი. მთელ სიგრძეზე გავრცელდა, აი წითელი. მე მინდა აი აქამდე იყოს სადღაც, აი აქამდე იყოს. ანუ ეს ხო არის სულ 100% სიტყვაზე, ხო? ეკრანის 100% ხო აქ ახლა დაკავებული ამას, აი სრული 100% აქ დაკავებული, ხო? მოდი რაღაც 30% მივცეთ ამის, სადღაც აი აქამდე. ანუ სრული 100% კი არ იყოს ეკრანის დაკავებული აი ამ წითელი დივით. არამედ აი რაღაც ნაწილი იყოს 30%. ამიტომ ესე იგი მე აქ გარდა სიგრძესა და ესა იგი სიმაღლისა და ბორდერისა კიდე მიუთითებ, რომ viz სიგანე კონდეს მაგალითად 30%. შეიძლება იმითაც გავწეროთ, რა ქვია, პიქსელებითაც, მაგრამ მოდი იყოს პროცენტებით შემოვიტანოთ. აი ნახე. ეხლა მთელი სიგრძის 30%-ს დაიკავებს, ნახე? ვიზი. აი, აქამდე. ოღონდ ერთი წამით ნახოთ ეხლა ჩვენ სად გავწერეთ აი ეს. რატომ მთლიანად წამოვიდა, მოდი გადავიდეთ კოდში. მე ნახე head-ში გავწერე, body-ში. head-ში გავწერე და მაგიტო წამოიღო მთლიანად, ნახე? ნახეთ, head-ში რო გავწერე, მთლიანად წამოიღო, მარტო ეს კი არა, მთელი head-ი წამოიღო, აი ხედავ? ხო, ამიტომ მე ეს უნდა გავწერო, აი აქ, ლოგოს უნდა გავუწერო, რომ შენ მთელი სიგრძის ლოგოს დივს მთელი სიგრძის 30% ქონეს დაკავებული, თქო და აი ნახე. აი head-ის მართლაც აი რაღაც 30% აქ დაკავებული. ნუ ძალიან გძელად ჩანს. იყოს 30%, კაი. ეხლა ესეთივე მინდა მე გავაკეთო name-ის divი და name-ის divი, ანუ ეს divი სადაც სახელი ჩაიწერება და მესამე divი სადაც სოციალურის გავრცელდება. ანუ ეს HTML ფაილში რომ ვნახოთ, აი ეს არის, ეხლა მე გავაკეთე აი ეს divი, აი ეს logos divი. ეხლა მე მინდა name-ის divი და ეს სოციალურის divი. იგივეს ფაქტიურად მე შემიძლია ეს იგივე გავაკეთო აი აქ. აი აქ ეხლა ნახე, logos divი ხო გავწერე. ავწერე ეხლა ID, name ესე მაქვს დარქმეული. ეს ყველაფერი იგივე იყოს ფაქტიურად, ანუ ბორდერის და სიმაღლეც ერთი და იგივე იქნება. ერთი და იგივე უნდა იყოს ბორდერის და სიმაღლეც. და ასევე იქნება ისა სოციალური, soc, ID, soc. ამასაც ბორდერი იგივე ექნება, სიმაღლეც იგივე ექნება. ანუ აქ არსებულ დივებს ეხა ნახე, აქ არსებულ ამაში ჩასმულ ყველა დივს, აი აქედან აქამდე ჩასმულ ყველა დივს, ხო სიმაღლე ერთი და იგივე უნდა ქონდეს. უბრალოდ სიგანე ექნება სხვადასხვა, მიხვდი? სიგანე ექნება სხვადასხვა. ამიტომ მოდი ეხლა ამას მე დავასეივებ, აი აქ სტილში დავასეივებ. აი აქ ლოგო გავწერე, name გავწერე, soc გავწერე ეს დივები. ანუ ეს დივები სამივე, აი აქ რაც მქონა, ყველა გავწერე, აი ეს. ეხლა დავარეფრეშოთ და ვნახოთ. აი სამივე დივი მაქვს აქ. მაგრამ ნახე მაქვს ერთმანეთის ქვემოთ. ეხლა მე ეს მინდა დავალაგო, აი ამაში უნდა ჩავსო, აი ამ დივში, ხო? აი ამ დივში უნდა ჩავსო ეს მე. აი ამ head-ის დივში უნდა ჩავსო, სამივე დავალაგო ჰორიზონტზე. ამისათვის არსებობს კოდი, როგორც აი მენიუსთვის არსებობდა display inline, ხო? ამისათვის არსებობს კოდი, ესა რა ქვია, ამისათვის არსებობს ესეთი კოდი არის, წამით ეხლავე. ესე იგი, ამისათვის არსებობს კოდი ესეთი display flex. Flex, აი ეს. ანუ flex, ანუ რეზინისებრი იყოსო რა.
ანუ მოქნილი, ასე ვთქვათ, აი display flex და ეს ყველაფერი დაალაგდება, ნახეთ, ეს ყველაფერი დაალაგდება უკვე ერთ აი ნახეთ, ჩაალაგდება აი აქ. უბრალოდ ეხლა ნახეთ, ყველა ერთმანეთის ტოლია და აქ ადგილი დარჩა. ეხლა ნახეთ რა ხდება, თუ მე აი ეს 30% ავიღე. მაგალითად, აი აქ ეხლა ეს ერთმანეთის ტოლი ავიღეთ, ხო, ლოგოსი და სოციალური ქსელების, ხო, მაშინ 30 და 30 ავიღეთ, ხო? 60-ია. 100%-ამდე რამდენი დარჩა კიდე? 40. ეს 40 მივცეთ აი ამ სახელს, აი ამ სახელის დივს, აი ამ სახელის დივს მივცეთ ეს 40%. ამიტომ მე ხა ნახე რას ვიზავ, გადავალ აი აქ და name-ის დივს viz-ს, ანუ სიგანეს მივცემ 40%-ს. აი 40%-ს. და უბრალოდ მთლიანად ჩაждდება ახლა ეს შეივსება ეს ნაწილიც, ნახე, იმიტომ რომ 100% ხომ უნდა იყოს სულ. და ამიტომ შეივსება ეს ნაწილიც აი აქ. რახან ამას 40% მივეცით, ნახე, დავარეფრეშებ. всё, აი შეივსო მთლიანად. ეხლა მოდი აი აქ ლოგოსავით რაღაცა შემოვიტანოთ. აი აქაც სოციალური ვებგვერდების აიკონების ის შემოვიტანოთ და აქ ჩავწეროთ რაღაც სახელი. ახლა ინფორმაცია როგორ შევიტანოთ მოკლედ. აი აქ name-ის ველში შემაქვს. enter-ს დავარტყავდე ესე. name-ის ველში შემაქვს. მაგალითად, ზოგადად ეხლა არსებობს ესეთი რაღაცა. ანუ header ტეგები არსებობს, აი h1, h2, h3 და ასე შემდეგ. ეს არის ეს header-ის, ანუ სასათაურე ტეგები არსებობს რა. და ამაში უნდა ჩასვა სათაურები, აი პოსტის სათაური და რა მსგავსი რაღაცები. ეხლა მე მაგალითად h2 ტეგში, თუ რომ h1 ძალიან დიდი იქნება, h2 ტეგში ჩავსვამ ესეთ რაღაცას მაგალითად. მოდი ქართულად დავწერ ეხლა მე. მოდიცოთი. მაგალითად ჩავწეროთ ტურისტული კომპანია. აი ეს Ctrl+S. დავასეივე. დავარეფრეშე, ჩაიწერა ტურისტული კომპანია. ეხლა მოდი ეს გადმოვიტანოთ შუაში, შევუცვალოთ ფერი და ასე შემდეგ. ამას თავისი ზომა მი. ეხლა მე ნახე რო გადავასწორო ეხლა მე ესა და h1-ში ჩავწერო, უფრო დიდი გახდება. კი, ხო. h3 უფრო პატარა იქნება, h4 კიდე უფრო პატარა. აი ნახე h1-ში ჩავწერე, მოდი ვნახოთ ეხლა თუ ძალიან დიდი არის, ხო დავტოვოთ. აი შეხედე? აი გაზარდა, ხო? იყოს შვენიერია, ძალიან კარგია. და ეხლა მოდი გადავიდეთ და სტილებში გავსტილოთ აი ეს. აი ეს ეკუთვნის names, ხო? name-ის ქვემოთ დავწეროთ, ჯობია რომ მე ესე იგი h1, ნახე ეხლა ID-ს არ უწერ მე აქ. ნახე, იმიტომ რომ ის ID მარტო h1 არის. იქ მე ხო არ ჩამისვია იმაში რა ქვია, DS-ზე ან ამისი. აი ნახე, ეს h1 არის მარტო h1-ად. всё, აქ არაფერი არ მაქვს მე. აი როგორ მაქვს ჩაწერილი? მარტო h1-ში მაქვს. მაგ სახელი დარქმეული მე, აი რომ მქონეს სახელი დარქმეული, აი მაგათ ესეთი რაღაცა. ID თორ, მაგალ ტური. ესეთი რაღაცა სახელი რომ მქონეს დარქმეული, მაშინ კი ბატონო, შემიძლია გავწერო მე ID DS-ით, ესეთი რაღაცა, ესეთი DS-ი თორ, ესე მაგ დარქმეული, ხო? რომ აი მაგალითად color შენი ფერი იყოს მაგალითად red. მაშინ კი, აი, კი ბატონო, სახელი თუ მაქვს დარქმეული, აი მაშინ ჩვეულებრივ კი ბატონო მივმართავ და აი ნახე, წესით უნდა გაწილთ ეს, მოდი ვნახოთ ჯერ რა ხდება, აი აქ გადავიდეთ კოდში. ხო სწორად მაქვს აი სახელი ID, ერთი წუთი მოდი გადავიდეთ აი აქ. ID, აი ეს. დავაკოპიროთ სახელი რომ არ შეგვეშალოს და თან h1-ს ეკუთვნის. შეიძლება ესე პირდაპირ არც წაიკითხოს, ხო? მოდი გადავიდეთ აი აქ სტილებში და აი აქ. ხო, აი კი ისა ბოდიში აი აქ ქონა ნახე red არ მაქვს სწორად დაწერილი და არ მიიღო. რდე მიწერია red. red. აი, წითელი. Ctrl+S და ვნახოთ აბა. აი მიიღო წითელი ფერი, მაგრამ მე ეს შემიძლია ესეთნაირადაც გავწერო, ნახე.
h1 ესეც შეიძლება მივმართო, იმიტომ რომ h1-ია ჩასმული. ყველანაირი დიეზის და იმის გარეშე, ID-ის გარეშე. h1 მაგალითად ისა რა ქვია, ფონ ესა, მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. აქედანაც შემიძლია მაგალითად მივმართო, ხო? აი font. კი, რა თქმა უნდა, აი font size მაგალითად 45 პიქსელი. პიქსელი აი ეს. Ctrl+S, ანუ ამითაც მივმართე მე და იმ სახელითაც. იმიტომ რომ სახელი მაგ დარქმეული, თუ არ მქონოდა დარქმეული, აი ეს კოდი არ იმუშავებდა, რა თქმა უნდა. პირდაპირ ესე გავწერდით. აი ნახოთ ახლა. აი გაიზარდა, ხო? აი всё. აი ეს. ანუ ისეც მივმართე, ისეც. ხო, ახლა, მოდი ახლა შუაში იმოვქნათ, შუაში დავწეროთ. შუაში. ანუ ეს უნდა იყოს ნახე, რომელი დივის შუაში. name divis შუაში. ამიტომ name divs მივმართავ, სად მიწერია ხა მე name divi? აი, სად არის? აი name divi. ვეუბნები, ამ name divs ვეუბნები, რომ text align, ანუ შენში რაც არის ტექსტი, იყოს ცენტრში. Ctrl+S. და აი ნახე. ცენტრში გადმოვიდა. ეხლა მოდი აი აქ შემოვიტანოთ ჩვენ ისა რა ქვია, სოციალური აიკონების ისა. გადავიდეთ ინტერნეტში. და აი აქ ბევრი არის უკვე ესეთი რაღაცა, მოიცადეთ, სად არის ესა? აი აქ. ესე იგი, ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, Google-ში შევიდეთ. და აქ არის ესეთი რაღაცა. მაგალითად, icon finder-იც არის კი ბატონო, icon Facebook-იც. აი გადავიდეთ სურათებში. ნუ აი შემოვიტანოთ, აი თუნდაც აი ეს იყოს, აჰა, ბევრი რო არ ვეძებოთ და მე შენ როგორც აი უფრო აი ეს იყოს მაგალითად. მარჯვენა ღილაკი, save images ეს არის. გადავიდეთ ჩვენ აი აქ ვებში და მოდი ამას დავარქვათ სახელი F-ი მარტო და PNG-ა, ნახე PNG გაფართოება F-ი PNG და save. ეხლა ეს ჩვენ გვინდა შემოვიტანოთ აი აქ, აი ამაში, აი აქ. ამიტომ გადავალ აი აქ, HTML გვერდზე გადავალ და ესე იგი მე მინდა სოციალურში შემოვიტანო, ხო, აი აქ. აი ამ დივში. ამიტომ img src ესე იგი f-ი დავარქვით, წერტილი გაფართოება ქონა png, აი თვითონაც გამოგვიტანა, ნახე, png. დავხუროთ Ctrl+S, შევინახოთ და გადავიდეთ აი აქ. ხო, დიდია, ხო? კი ბატონო, აქედან გამომდინარე გადავიდეთ აი აქ, ისევ და აქვე შემიძლია გავუწერო მე, ან გადავიდე სტილებში და მივმართო PNG-ს. PNG, ოღონდ ეს იყო სოციალურის, ამიტომ იქვე გავუწეროთ, ნახე. აი აქ, რომელსაც ეკუთვნის, იმის ქვემოთ გავწეროთ ჯობია აი აქ. img ვეუბნებით რომ ისა რა ქვია, ვიზი, ან მოდი hate-ი გავწეროთ, hate. რამდენი უნდა მიცე ახლა hate შენი აზრით? იმაზე მეტი ხო არ იქნება, რაც ეს არის, იმაზე მეტი ხო არ იქნება? არა, შეხედე, ეს რამდენი გვაქვს ესა? ეს head-ის სიმაღლე. Head-ის სიმაღლე რამდენი გვაქვს? თუ არ გახსოვს ზეპირად გადადი და ნახე რომ head-ის სიმაღლე, head div-ის სიმაღლე არის რამდენი? 100. ხო? ხო, ან 100, ან თუ გინდა ცოტა უფრო პატარა, ესე იგი მივიდეთ 80 პიქსელი, ან 70 პიქსელი სიმაღლე. Ctrl+S, ნახოთ ახლა. სიმაღლე მივეცით 70 პიქსელი, იმიტომ რომ 5 და 10 ძალიან პატარა, ვერც დაინახავ დაჟე. აი, всё, მიიღო ეს სიმაღლე. და ესე ჩასვა მაგალითად Facebook-ისას, Twitter-ისას და ასე შემდეგ რა, შემოვიტან აი ამ სადაც გვინდა. ეხლა მოდი გადავიდეთ მენიუზე. ესე იგი აქ HTML-ში გადავალ და მენიუში ჩამოვალ აი აქ.
დავწერ ულ შემდეგ ლი. მოდი დავწეროთ ქართულად ავიღოთ. ეხლავე კი ბატონო. მაშინ მოდი ისევ გადავიდეთ ინგლისურზე ელი და აქაც დავხუროთ ელი. გადავიდეთ ქართულზე. იყოს მთავარი სტანდარტულად ავიღოთ. იყოს მაგალითად ჩვენ შესახებ, იყოს მაგალითად გალერეა, იყოს მაგალითად სიახლეები, იყოს მაგალითად ტურები, რახან ტურისტულია და იყოს მაგალითად კონტაქტი. ჩვენ შესახებ აქ იყოს გალერეა, აქ იყოს სიახლეები, აქ იყოს მაგალითად ტურები და აქ იყოს მაგალითად კონტაქტი. Ctrl+S და ვნახოთ. აი მენიუში მივიღეთ ეს, რომელიც არ ეტევა. ეხლა უნდა ჰორიზონტზე დავალაგოთ, ხო? ამისათვის ჩვენ ვიცით კოდი, ეს არის სტილებში გადავიდეთ და აი აქ მენიუს რახან ეკუთვნის ეს, ჩამოვიდეთ და მენიუს ქვემოთ დავწეროთ. თითეული ლისტვის. თითეული ლისტვის ლი, ესე იგი ეს იქნება რომ display inline. გაიშლება ეს, როგორც თქვით, მთლიანად ჰორიზონტზე და დავაშოროთ ერთმანეთს. ამისათვის არის margin, ერთმანეთს დაცილდნენ მარცხნიდან. მაგალითად იყოს 50 პიქსელი. 50 პიქსელით დაცილდნენ ერთმანეთს. ნახოთ. აი ესეთნაირად კონტაქტი. მივიღეთ მენიუ. ეხლა მე მინდა უკვე ლინკებზე გადავიდეთ, ანუ რომ დააჭერ და გადადიხარ. ამისათვის მოდი ლინკები გავაკეთოთ ეხლა ჩვენ. გალინკვა ხდება შემდეგნაირად. აი მაგალითად მოდი აქ დავამატოთ ესეთი ერთი ლი დავამატოთ Facebook-ი. Facebook-ი დაიმატება აი აქაც აი Facebook-ი. და ეხლა მოდი ლინკი როგორ ხდება გალინკვა. აი აქ რო თქვით href-იო. ანუ მე აი ეს HTML გვერდი გავლინკე CSS-თან რო ერთმანეთი დავანახე. ახლა იგივე ვარიანტი, ნახე ლინკი როგორ ხდება, აი აქ გალინკვა როგორ ხდება, ეს არის გალინკვა, ნახე. href აი უდრის ორი წერტილი და აი აქ დავხურა ამას და აი ეს ატეგი, ნახე. ეს ფაქტურად რა არის, იცი, მე ატეგი გავხსენი და ატეგი დავხურე. მაგრამ ეს დახურვა უნდა მოხდეს აი ამ Facebook-ი რო წერია ამის შემდეგ. აი აქ, მიხვდი? ანუ აი ამ ატეგში უნდა მოხდეს ეს ისა რა ქვია, წარწერა. ნახე ახლა რა მოხდება? ნახე რა მოხდება ახლა? რო დავარეფრეშებ, ნახე Facebook-ი შეიძლება, ნახე რომ მივიტან, აი ხელი გაჩნდება. სხვაგან არც ერთგან არ არის, იმიტომ რომ არც ერთი არ არის გალინკული, მარტო Facebook-ია გალინკული. ნახე რომ მივიტან, ხელი ჩნდება. ეხლა როგორ გადავიდეს Facebook-ზე? მე ეხლა აი აქ, ნახე, გადავალ. აი ამ ლინკზე აქა, პროცესორ სხვა იმაზე და რატო ჭედავს ეს? აი დააწკაპუნე გადადია აი აქ. რაღაც კავშირს აქვს პრობლემა. აი გადავიდეთ ახლა Facebook-ის გვერდზე. და მე აი ამ მისამართს ნახე. ამ მისამართს დავაკოპირებ. ამისამართს დავაკოპირებ და
ჩავაგდებ აი იქ. ის უდრისი და ორი ის რო იყო. ხო გახსოვს აი ნახე. ესე იგი მე დავაკოპირე Facebook-ის მისამართი და ჩავაგდებ აი აქ. აი აქ ნახე. ანუ ჰაშრეფი არის გადასვლა. ანუ გადასვლა აი ამ Facebook-ის მისამართზე. დავასეივებ ახლა აი ამას. ნახე. გადავალ ახლა აი აქ. დავარეფრეშოთ. და როგორც კი ამას დავაწვევი, ნახე. აი გაიხსნა Facebook-ი. გადადიხარ Facebook-ზე. აი ლინკი რახან ჩავუგდე, დავაცკაპუნე. გადავედი Facebook-ზე. იგივე შემიძლია აქედან გადავიდე. ნახე. გავლინკო სურათი. ეს სურათი მე მაქვს. აი აქ. ამ ტექსში. და ჩვეულებრივ სურათსაც გავლინკავ, აი. როგორც ეს ჩავსვი აჰაშრებს, ესე იგი. ჰაშრებ. და ორი ესე უდრისი და ეს ორი ბჭყალი და აქ რო დავხურავ. ავტომატურად დაიხურება, მაგრამ როგორც აი ეს Facebook-ი მოექცა, აი ამ ტექსტ შორის, ისე უნდა მოექცეს ეს სურათიც აი აქ შუაში. ამიტომ აი ამ მოვკიდებ ხელს და გადმოვიტან ამ სურათის აქეთ. ამ პირიქით სურათი შემიძლია, აი ნახ შუაში ხედავ? აი აქ უნდა მოხდეს აი ეს შუაში ჩასმა. მივხვდი ხო? აი ამ ატეგებს შორის უნდა მოხდეს, რომ გაილინკოს. Ctrl+S. ახლა ნახე რა ხდება? ახლა ნახე სურათა რომ მიმაქ ხო არ ხდება ხელი. ახლა დავარეფრეშებ. ნახე, სურათა რომ მივიტან. წესით. დაარეფრეშე მიდი. მოდი თავიდან გავხსნათ. ახლა ნახე ხელი ჩდება უკვე, აი. ხელი ჩდება, ხო? რახან ლინკში ჩავსვი. ახლა მოდი ამასაც ეს Facebook-ის გვერდი ლინკი გავმაქნათ. ხო გვაქვს დაკოპირებული. აი აქ ჩავსვათ Facebook-ის მისამართი, აი ამ ორ ბჭყალში, აი აქ. აი ამ ორ ბჭყალში უნდა ჩასვა. Facebook-ის მისამართი აი აქ. აი ესე. დავასეივოთ. გადავიდეთ, ავარეფრეშოთ და აქედანაც როგორც კი დავაჭერ, აი, აქედანაც უკვე გადადის Facebook-ზე. აი ეს არის მოკლედ ლინკი. გალინკვა და აი ესე მენიუს განლაგა. დანარჩენს ყველაფერს მე თვითონ ესე გავლინკავთ. ყველა მენიუს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.